დღეს მინდა შევადარო ფილმების პირველი და მეორე ნაწილები ერთმანეთს, ასევე ფილმები და სერიალები ერთმანეთს. მოდი ვნახოთ. დავიწყოთ მამა მიას პირველი და მეორე ნაწილით. მე ამ ორ შორის ვამჯობინებ მეორე ნაწილს. ზეზი თუ რატომ მომწონს უფრო მეტად მეორე ნაწილი არის ერთ-ერთი ის, რომ მეორე ნაწილში თქვენ ვერ ნახავთ მერილ სტრიპს. ეს მსახიობი კონკრეტულად მამა მიას პირველ ნაწილში არის ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი და რადგან მოხსნილია მეორე ნაწილიდან არის უფრო მისაღები მეორე ნაწილი. მეორე რასაც შევადარებ, ეს იქნება ჯულია რობერტსის ორი სუპერპოპულარული ფილმი, ეს იქნება ლამაზმანი და გაქცეული პატარძალი. უბრალოდ ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი ორივეში მონაწილეობს. უპირატესი არის გაქცეული პატარძალი. ვიცი რომ ლამაზმანი არის რაღაც საკულტო ფილმი, ყველას ფავორიტი, მაგრამ მე უპირატესობას ვანიჭებ მეორეს. ეხა გადავა ფილმებსა და სერიალების შედარებაზე. პირველი ეს იქნება ერთი დღე, One Day. ფილმი არის ენ ჰეთევეის და ჯიმ სტარჯესის მონაწილეობით. სერიალი არის ახალი გადაღებული Netflix-ის მიერ და ვინაც ჯერ სერიალი ნახა, გირჩევთ რომ აუცილებლად ნახოთ ფილმი. ჯერ ფილმი მქონდა ნანახი, ვერანაირად ვერ აღვიქვან ემას როლში, ვერაფრით ვერ ჩავსვი ამ როლში ეს კონკრეტული მსახიობი სამწუხაროდ. ბოლო იქნება სიამაყე და ცრურწმენა თუ სიამაყე და მცდარი აზრი. 1995 წელს გადაღებული მინი-სერიალი და ფილმი 2005 წლის უკვე კირა ნაიტლის მონაწილეობით. ამ შემთხვევაშიც ჩემი ფავორიტი არის ფილმი. გამიზიარეთ, რომელია თქვენი ფავორიტები ამ კონკრეტული წყვილები და როებით ნახვამდის.